მოგესალმებით. მოგესალმებით. უტივატორი ისტორია არის. ანუ ვერ მიდიხარ. იზაზე პრობლემა გაქვს. მე შემიძლია დავაკავშირო ყინულის კუნძული ლავაში, რანაირად შეიძლება ცურავდეს. წელი არ იქნება, არის სექცია. საერთოდ სხვანაირად ხატავდი თბილისში. პოლიტიკა, გაჭირვება, ცხოვრება. წარმოგიდგენთ ჩააბარე და ანუ ვერ მიდიხარ. მე სიამოვნებით აღეხმარები. გამომეჭესა. მოგესალმებით მეგობრებო, იწყება ჩვენი ტური ბერლინისკენ. სამი დავჭერთ ბერლინში, ჩავწერთ ლაშა ჭრელაშვილის მხატვარს. დღეს მასთან ვაკვირდით სახში დარჩენას. ესეთი ინტერვიუერი ვარ, ეგრევე სტენგა ჩავუვი ხალხში. პარიზში ამოყოფავ, საერთო შემთხვევით ჩაჯდა. ეს არის ჩვენი გაჩერება. ჩვენი ავტობუსიც მოვიდა. დავიზარეთ მეგობრებო ბერლინისკენ. ტელეფონი მიჭდება, მაგრამ არ არის პრობლემა, ბერლინი პატარა ქალაქია და მარტივად გავერკვევი და ვიპოვე ლაშას სახლს. ბოლო-ბოლო ვასუხეში ცხოვრობდი და იქ არ დავკარგულო არ არასოდეს. ვიდეოს დადება ცოტა დავაგვიანე, მაგრამ დავბრუნდი ძალიან კარგი სიახლე. ფაუს გამოუჩნდა მეგობარი კომპანია Georgia Royal Wine. საიტზე, რომელიც მოცემული იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, აარჩიოთ გუნდის სასურველი და გამოიწეროთ გერმანიის ნებისმიერ ქალაქში. არჩევანი საკმაოდ დიდია, ფასები ჩემი აზრით მისაღებია. გამოიწერეთ და მე პირადად მოგიტანთ ყველას შეკვეთებს. მე თუ ვერ მოგიტანეთ, DHL-ი გააკეთებს ამას ჩემს მაგივრად. ახლა წავედე, დაგასვენებთ თქვენს, ჩაის უნდეთ, ამოის უნდეთ და მეგობრებო, ჩამოვედი დავჩექინდი უკვე ბერლინში. მატარებას გადავყვები, მოკლედ ორგაჩერებაში სახლში ვარ. გზამ დაგაჩაიარა, ჩარჩინდა. აქედან არის 14 წუთის გზა. მე რომ კარგი ვიდეო გამოვიდეს. გამოიწერეთ თარიღი, მისაც გამოწერილი არის. და ვნახოთ რას გუმზადებს ბერლინი. დილამშვიდობის მეგობრებო. მთელი ვიდეო ჩურჩულებ მოკლედ. ესეც ლამაზად დილას მეწია. გუშინ ქვიან მოვედი და გადაღებას აზრი აღარ ქონდა, მაგრამ დღეს ძალიან ბევრ რაღაცას გადავიდეთ. ამით ცოტა ისეთია ქარიანი. მოკლედ დღეს ვაპირებთ ინტერვიუს ჩაწერას. ბერლინის გადავიდე. სახელოსნოში წავალთ ლაშასთან. ლაშას გაგაცნობთ. დღესთან ესპანეთი საქართველოა და უნდა მოვიდოთ. ბოლო-ბოლო ხო გვეკუთვნის მოგებაროდეს რა. ირი ისეთი უჩანს რომ ამოწყვენ ესპანელები. ეხლა მივალაგებ უცებ აქაურობას. მე აქაურობას დაგათვალიერებინებ ძალიან ბევრი ნახატი აქვს. გალერეაში ვიყავი მთელი ღამე. ყავას დავიმჩევჭამთ და გავაგზავნოთ გადაღება. დროით. ოვიდა ის დრო რომ აღარ ჩურჩულებ. შემიძლია ხმამაღლა ვილაპარაკო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ეხლა სახლში ვართ ლაშასთან. სხვათა შორის პირველი სტუმარი ხარ ჩემთვის ესეთი, რომელიც მეც უნდა გავიცნო და ჩემო მაყურებელმაც, ანუ ერთად გაგიცნობთ ორივე რა და საინტერესო გამოცდილება იქნება ჩემთვისაც. რა გითხრა როგორი იყო შენი ცხოვრება საქართველოში და როდის მივხვდი რომ ხატვა არის, რაც უნდა აკეთო. ხო, მადლობა პირველ რიგში დაინტერესებისთვის. მოგესალმებით კიდევ ყველას. სასიამოვნოა ძალიან შენი გაცნობა. ჩემთვისაც. მიხარია რომ აქ ვარ. საქართველოში, ალბათ სტანდარტულად დაიწყო რა ყველაფერი. ჩვეულებრივად სკოლა, უნივერსიტეტი, ბიზნესი მირჩიეს, ილიაში ვსწავლობდი. მენეჯმენტის მიმართულებით ეს დავამთავრე, მაგრამ ხატვა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, მამა ჩემი მხატვარია. ოჯახიდან ხო, ახსენე რომ შენის ნახატი გაქვს. ხო, სახელოსნოში გავიზარდე იქ და ამიტომ რადგან მხატვარი ოჯახში მყავდა, ვიფიქრე შეიძლება სხვა რამე პროფესიის სწავლაც არ ყოფილიყო ცუდი. შემთხვევით გავიცანი მე მაგ პერიოდში 2011-12 წელია ერთი გერმანელი რესტორანში. ისეთი კაი დრო ვატარეთ თბილისში რა. მიდიოდა ლაშაო, ხა მინდა რომ ერთ საჩუქარი გაიკეთო, რომ გერმანიაში დაგპატიჟო ჩემთანო რა. პირველად ვიყავი მაშინ 3 კვირა, მიუხენი ჰამბურგი, ბერლინი. თითო კვირა, თითო ქალაქში. თავისი ხარ მოგიხაზოს მთელი გერმანია. მან უფრო გადავწყვიტა რომ აქეთკენ მინდოდა ჩამოსვლა რა. რაღაც დონეზე გამოცადე როგორი იყო მხატვრის ცხოვრება საქართველოშიც და აქეთ გერმანიაში. შეგიძლია რომ ეგ გორი რაღაც შეადარო ერთმანეთს?
ეგ ძალიან საინტერესო ის არის. ასეთი კუთხით ნაკლებად მიფიქრია სიმართლე გითხრა ის. იქ როგორც მხატვარი ერთადერთი ეს მშრალი ხიდის თემა იყო რა და დანარჩენი მუშაობა. და თანაც აკადემიაში არ მისწავლია. საქართველოში ხო? საქართველოში ხო ერთი სემესტრი ვისწავლე ბოლოს და მაგის მერე წამოვედი აქეთ პირდაპირ და ერთი სემესტრი ჩავაბარე მარტო. მშრალხიძე მაგალითად ისეთი ხალხი გავიცანი რომ აი მართლა ბევრს ძალიან უჭირდა რა. იქ ხელოვნებაზე უფრო ნაკლებად იყო ლაპარაკი ხოლმე, უფრო პოლიტიკა, გაჭირვება, ცხოვრება, ზოგადის ამისგან განსხვავებული. კი, სტანდარტული ქართული ამბავი არის. გავყიდით დრამას, ესეთი ის იყო 10% უნდა შემოგეტანა იმაში. მეგობრებში დაგეხარჯა რა. ბიბლიური 10% რა ეს. ანუ მაიკ ფული შემოქონდათ იმ ვინც იქ ყიდდა, მაგ მშრალხიძე, რაღაც ერთად იმაშობოდა. ვინც გაყიდდა, ну შეიძლება ერთს გაიყიდა მარტო და ну რავი რაღაცა იქ საღამოს იყიდა რა რაღაცა ყველი პური ლუდი და ესე მოგქონდა ეხა ჩვენიერი ტრადიცია. ну ზოგს უფრო მეტჯერ უწევდა ეხა უფრო დიდი ხნის ხატრები იყვნენ იქა და მე მომიწია ეხა 1-2 რა. ან პატივი გააკნათ. ხო, კი, სუპრმა გაშლილი რა ერთხელ თუ 2-ჯერ. ხო და განსხვავება ალბათ ეგ რა აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ, მხატვრობის მიმართ იქ პოლიტიკური და ცხოვრება და ეს გაჭირვება შემოდიოდა. აქ შედარებით რა თქმა უნდა ეგ ნაკლებად აქ უფრო მე წავიდა იმაზე ფიქრი უკვე გზავნილი და კონცეფცია და აბა ეს როგორ გავაკეთოთ, იმიტომ რომ სხვა რაღაცეებზე რო აღარ ფიქრობ რა. როგორც პროფესიონალი აქ უფრო ჩაუღრმავდი ხო შენ სფეროს და ეხ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება საქართველოში როგორც მხატვრის? უკვე რაღაც ზონემდე რომ მიაღწევა ამ სფეროში რა გულისხმობ კონტაქტებს და ამ რამდენად ცნობადი ხარ ну რავი შემდეგ უკვე სად დახატავ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს საქართველოშიც ვიწყებთ სხვათა შორის პატარა გალერეის გაკეთებას მე და ჩემი ძმა და ნახე მე მგონი რაღაც ინსტაგრამზე გაქვთ რაღაც გვერდი შექმნა ქვია ზევით სახურავზე არის სადაც ადრე მამაჩემი სახელოსნო იყო ეხა ჩვენ ვაკეთებთ რემონტების განვითარებას უყურე რა საიდან და ეხა ძალიან კარგად გამოიყურება კი ამიტომ ეხა ეს ძაფები სულ მაქვს საქართველოსთან ტრანსფორმაცია ერქვა ერთ-ერთ გამოფენას სახელოსნოში გავშალოთ ეგ ტრანსფორმაციის თემა სიამოვნებით ეგ ძალიან მაგარი ჩემთვის პირადად ძალიან მაგარი მომენტი იყო რა ესეთი მე ეს კამერას ავთიშე რა სადაც წავად რასაც ვიზამთ ყველაფერი გადავიღოთ გამყვევით წინ კიდე ძალიან ბევრი რაღაც გელოდებათ გემშვიდობებით მეგობრებო ცოტა ხნით ერთმანეთს შევხვდებით სადღაც ბერლინში ეს უკითხავ თუ აჩვენებთ დღეს რა შარკოს დღეს თუ აჩვენებენ ფერბურთს თუ ფერბურთს აჩვენებენ ჩვენ ფერბურთს თუ საქართველოს ესპანეთში თუ იქნება დღეს So here, moin. Beautiful. For the world freedom. Cheers. For the world freedom. Danke. Ciao. danke. საოცარი ხედი. გავყვეთ აქედან საოცრების ხეთს. სიმბოლური. აი, რაღაცა შეიძლება სტალინი გორაობდა იმ ტახტზე ისე გამოიყურება. სტალინი ალბათ ვეღარ მოუსწრებდა ამდენად. გავიმარჯოს აბა. ძალიან მდიდარია. გემოები.
ნელა წამოიღებ. საფერავი. საჩუქრად ჩემგან და Georgian Royal Wine-ისგან. მადლობა. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა. გემრიელად ამასვით. განსაკუთრებულ სტუმრებს გავასინჯებ. ტრანსფორმაცია მე როგორც მოვიძიე რა ინფორმაცია, შენი პირველი სოლო გამოფენა იყო ბერლინში, ხო? თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. რამდენი ხნის წინ იყო ეს გამოფენა? 22-ში. 22-ში იყო. პირველი ზოგადად სოლო გამოფენა იყო საერთოდ. ჩემი ბინიდან, თბილისიდან წამოვიღე შპალერები რა ესე, ეგრეთ წოდებული ავახიე ესენი, გავაკარი გალერეაში. მან გამოფინა ჩემი ნამუშევრები, რომელიც გაგზავნილი მქონდა აკადემიაში მანამდე. დანარჩენი მთელი გამოფენა იყო უკვე იმის შემდეგ სწავლის პერიოდში, რაც დავხატე. ვიზუალურადაც ტრანსფორმაცია ვაჩვენე რა, აი ძალიან ისე. ძალიან კონკრეტულად ასე ვთქვათ. ძალიან ბევრი ის წინაპირობები აქვს აშკარად ტრანსფორმაციას. საერთოდ ხანერთ ხატავდი თბილისში. ხო ტრადიციული მხატვრობა იყო ჩემი მიმართულება. ნატურმორტები, პეიზაჟები, სადაც ნაკლებად იგრძნობოდა ეს შემოქმედებითი წვა. ეხლა რომ მკითხოს რჩევა ესენი გავაგზავნო თუ არაო. მეორე ამის შევუცვლიდი იქ რა, ნუ ალბათ რაღაცა გამიმართლა მაინც და მაინც ვიმიღეს ეგ. აღეგუნა იყო 2013 წელი, ხო. ანუ პერიოდი, როცა ვიზა სისტემა არ იყო. ხო, ვიზა ლიბერალიზაცია ესენეს ყველაფერი არ იყო და წარმოგიდგენთ ჩააბარე და ანუ ვერ მიდიხარ. ვიზაზე პრობლემა გაქვს, იქ რაღაც ბიუროკრატია, იქისა და ნუ მათ მითხრეს რომ არ არის პრობლემა, მაშინ დაგელოდები თუ 1 წელი. ნუ რა ვქნა ეს წელიწადში ვიფიქრე, მოდი ოპერობას ვწდი. ოპერობა ძალიან კაი პროგრამაა და ძალიან მაუფილი ვარ მაგითიც. ეგ ოპერების პერიოდი გაიარე და მე ერთ წელს ჩააბარე, გამოსცა ხო რას? ხო, გამოსცა ჩააბარე და მანდაც თუ გინდა მოგიყვებ მაგასაც. სასტუმრო ოთახი მქონდა დაქირავებული და არ დავკირები რომ 12-მდე იყო ჩეკაუთი. რომ მოვედი, ლიფტები დამხვდა, იქიდან გამომაგდი, აქედანაც გამომაგდებენ, ხო და მე შემოქვეყედა რაც გამაგდონ და ამ ჩემი ბარგით რაღაცა იქ აკადემიის წინ გავიგე რომ ერთი პროფესორიო არ მკაცრია. ეს კაცი იყო რაღაცა მართლა ვინც არ იცნობდა იმათაც კი ეშინოდა ხა შეუვალდი. ხო, ესეთი ისა. სურათი გავადიდე ამ კაცის. ესე ვუყურებდი კომპიუტერში. მაგრამ ეგ რაღაცას ვაკეთებდი მე, სულ დამგრუზეს რა. ესე ვუყურებდი ფოტო და მივეჩვიო რა რაღაცა რომ მითხრას რო იმას ვქნა რა. ესე ვუყურებდი გიჟივით კომპიუტერში ცოტა ხანი რა. ერთი დღე არის მოკლედ მე რაღაც თვეები გავიდა. მოვეშვი რომ მეგონა დავიჯერე რომ რასაც მინდა იმას გავაკეთებ და გადამივიდა უპასუხისმგებლობაში როგორც ჩანს. და პრეზენტაციას გამოვიტანე ნამუშევრები, აი როგორ გითხრა, ვიღაცას ვინც არ იცის შეიძლება მოგისმინოს ესე, მაგრამ ხე პროფესორს ვერ გაძვრები მან რა. დავიწყე პრეზენტაცია, ვისუფალი რაღაცა ფორმები, რაღაცები ვაკეთე რა. ეს მიყურებს ეს კაცი და მისმენს და აი ხო გავჩერდი რაღაც აი ეს არისო, რაჩა ის ხეს გაჩვენიო. ეს არისო, აბსოლუტურად თიაფასიანიო. და აი ეს ნეხვიო რა საქმეა. ხოდა ნუ მე ხო გამისკდა ის რა ქვი მიწა გამისკდა რეალობის საქმე და აბსოლუტურად შევეჯახე იმას რომ აქ ის არავინ არ არის რა. მაგრამ რომ გავიდა დღეები რაღაცას დავმშვიდი ისა მივხვდი რომ აბსოლუტურად სწორი იყო. და ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ტრანსფორმაციის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი რა ის მაგ პერიოდში მე ხო დავიწყე დღე და ღამე მუშაობა და რაღაც პერიოდის მერე გამოვიდა კიდე შემოვიდა და მუშაობ რაღაც აი 2 მეტრიანი ის ამაკ ფურცლები გაკრული 2 ცალი თუ 3 ცალი ფურცელი მაქვს და ეს დიდი იმებით ფანქრებით რა ძალიან სქელი ფანქრებით ეს გამწარებული იმაში ხაზავ რა ამას ამოითხარა ის ქაღალდია რა ეს რაღაც გაგიჟებული და ექსტრაორდინარულია და გავიდა ეს მისგან რა იყო იცი აი 2 მეტრზე ავხტი მე მგონი იმ ნახა და იქ ზემოთ ხატავდი კიდე ისეთი мотиваცია იმას ამის მე ავირჩიე მე ფერწერის მიმართულება მხატვრობა და იქ სხვა პროფესორი იყო ამასთან უკვე აღარ მქონდა შეხება ერთხელ ლაპარაკობდით და მაგაზე მითხრა რომ მე ვხედავ რომ შენ მხატვარი ხარო უბრალოდ რაღაც ენაზე რომ ლაპარაკობ ის ენა თუ არავინ არ იცისო რა აზრიქ ამ ენის გამოგონებასო ამიტომ ეს ოკეია რომ რაღაცეები რაღაცას გავდეს ან შენი ნამუშევრებიც ერთმანეთს გავდეს იმიტომ რომ ამით უფრო აწყობ იმ ხაზს და მე კიდე აი გაგიჟებული ყველაფერს ხატავდი ბავშვის მივხვდი რომ მე თურმე შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა
მარტო მაგაზე კი არა ზოგადადაც და მაგასაც რომ მივხვდი, აი მე შეიქმნა აი ეგ ნამუშევრები, რაც მე გამოფენა გავაკეთე ბერლინში, ეს სოლო გამოფენა, რაზეც ვკითხე. შენ ამბობ რომ აზროვნების ნაწილი არის მხატვრობა. როგორ იქნება შენ? მაგ იმაზე რა. ფიქრის პროცესი ჩემს არის მანამდე. უფრო ეს ჩამომიყალიბდა. მანამდე ვფიქრობ, ემოციურად ვიცი რა უნდა გავაკეთო. სივრცეების შექმნა მაინტერესებს ძალიან. ოღონდ ეს სივრცეები ზოგი იქნება სპონტანურად, ზოგი ჩემი კონტროლის ქვეშ. ჩემი კონტროლის ქვეშ რაც არის და რაც უკონტროლოა, მაგრამ მაინც ბოლოს მაინც მე ვაკონტროლებ ამ ყველაფერს. მინდა შევქმნა სიტუაციები. აი ატმოსფერო, შეხედე, აი იმასაც რო შეხედავ. აი შეიძლება იყოს ის მაგალითად ძალიან რო დაზუმო, აი რომელიღაცა იქ პატარა ადგილი. ესე რო წარმოვიდგინო. ანუ აი ამას უტრიალებ. მე შემიძლია დავაკავშირო ყინულის კუნძული ლავაში, რანაირად შეიძლება ცურავდეს. როგორ ფიდბექს იღებ ხოლმე შენ ნახატებზე? ანუ ეს მის ხალხს რასაც რის გამოცემაც გინდა? მე შემო ვერ გავიგო იმან, ვერ მივხვდე იმან რა იგულისხმა. მაგრამ ჩემი თავი ხო მეც ხო იქ ვარ. მოდი გავანებებ იმას თავს და მოდი მე ჩემ თავში ვითამაშებ რა, მე ჩემ თავში გავერკვევი და ძირითადად ფიდბექი არის ძალიან პოზიტიური. იგივე ემოციით იწყებ ახალი ნახატის შექმნას, რაც დავუშვათ კილში რო ჩახვედი და იმ რაღაც დიდი ფანქრით ხატავდი, ანუ ეგ ემოცია მოგყვება დღემდე. კიდევ უფრო უკეთესი. ეხლა უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს ამას. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ამ პროფესიით ცხოვრება არ არის მარტივი. არის რამე ესეთი ნამუშევარი შენთვის, რაც განსაკუთრებულად გიყვარს, ან უეჭველი იცი რომ შენთან დარჩება და უშუალოდ ან გაცემა აღარ გინდა იმ ნამუშევარს. რამე განსაკუთრებული ნამუშევარი გაქვს, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას არ მესმის ხოლმე რომ ჩემი საყვარელი ამას არ გავყიდი, აბა რომელს ყიდი, რომელიც არ მოგწონს. ხო რა ცოტა ეს მეც ვიცნობ ანუ ადამიანებს, ან მხატვრებს, ვისაც რაღაცნაირი საქვთ ხოლმე ემოციური ისეთი კავშირი ამ თავით ნახატებთან, რომ უჭირთ რაღაც. არა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ვთქვათ დახატო მშობლის პორტრეტი ხა. ამას ხა რა თქმა უნდა არც არავინ იყიდი ჯერ ერთი, ხა თუ რაღაცის პიკასოსის არ არის ნამუშევარი ასეთ სტილის იმას, მაგრამ ხა რა თქმა უნდა შენ ძვირფასი იქნება. სეზონს თუ ვიხილავთ, მაგ ტრანსფორმაციის გამოფენა. გამოფენას თვითონ ეს ძალიან მაგარი იქნება. იმ ხელა კონტრასტი აღარ იქნება, ხო? არც უნდა აღარც იმიტომ იყო ის, რომ იმ ხელა კონტრასტი აღარ იქნება. თან რა იცი რას გიმზადებს ცხოვრება? ხო რა. მაინც საინტერესო თემა შევიდი კიდევ უფრო. ღვინოს რას კვეთყოთ? აუ ძალიან მაგარია. მიხარე რომ ერთსალი დარჩება აქ რა და წეღან რო თქვი რომ სტუმრებს გავასინჯებ თქო გადავიფიქრე. ახალ ნამუშევრის შექმნაში დავიხმარებ აუცილებლად. მშვენიერი. ეხლა ჩვენ წავალთ და უბრუნდებით სახლში ალბათ ცოტა ხანი და მე ჩავიდეთ ფეხბურთის კარგად, ან დროში კარგად ვართ რა. საყურებლად, კი. საათს ვაკონტროლებ მოკლედ. მინდა ერთი ტაში დავუკარი. ბარში ვართ აქვე. ლაშა სახლთან ახლოს და უყურებთ ფეხბურთს. რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რთული თამაში გვაქვს ძალიან, მაგრამ იმედი ისე ვარსებობს რა, 1-0 არის. ჩვენი ბიჭები არ უთმობენ არაფერს, მაგრამ თავისი კიდე ძალა არ არის რა. 15 წუთი გვაქვს დრო და მანდ ერთი ბლიცი მივცხოს. ჩაო, შენავ. ჩაო. ეს მაგიდაზე რო უკაკუნებენ გერმანული თემაა. ხო, ყველას გამარჯობათ რა. აღარ ჩამოუვარო და ყველას პირზე არ აკოცო, პონჩი ის არის. ყველას გამარჯობათ. და ნახვამდის. ხალხო, ყველას მოგესალმებით კიდე ერთხელ. შენი საყვარელი გერმანული სიტყვა. სვარ. ხვაზი, ხვაზი. აი, ხვაზი ევროპა. სვარ და ხვაზი. რა გაწუხებს გერმანიაში ყველაზე? ბიუროკრატია. გასაგებია მისაღებია. კარგი ცხოვრების საიდუმლო. დანახვა ადამიანებში თუნდაც რაღაც მცირედი იყოს, იმის იკეთის. საყვარელი ფერი? ტუჭყიანი. რა არის უფრო რთული ხატვის დაწყებაც დამთავრება? რთული დამთავრება. თორნიკეს მოკითხვა აქედან ის პიროსმანის ნახატი ჯერ კიდე არ დაუმთავრდა. რომელი მხატვარი არის ნიკოლაშვილის შთაგონების? პირველი ჩემთვის მაინც უილიამ ტერნერი. ხვით როგორ აღწერმე შენის ხატვის სტილს? ნაცნობი უცნობი. რაფერია ბერლინი შენთვის?
ო, ალბათ ბანალური იქნება და ჭრელი. თბილისი თუნწიანი ცოტა. როგორ დაახასიათებდი გერმანიაში ცხოვრებას ერთი სიტყვით? განვითარება ალბათ. ტრანსფორმაცია. ო, მოიცავს. სათხედავ შენ თავს ნომერებს. ბერლინში ისე. უცილებლად ისე ხელოვნებაშია. რა ანგარიში დამთავრდება ესპანეთის საქართველოს? 2-2. შენ ასე ვთქვით ჩვენ საყვარელ ხალხს, რომლებიც გვიყურებენ ახლა. ვისაც აინტერესებს გერმანიაში სწავლა მაგალითად ჩემს სფეროში ან აკადემიაში ჩაბარება ან რაღაც ამბები მე სიამოვნებით აიხმარებით შემეხმიანებ თუ რამე შემიძლია ეს გორდით მიგულეთ ჩემო საყვარელო ადამიანებო გამოიწერეთ ეს არხი კაცო გამოიწერეთ არხი ფაუსტი სულ მინდოდა ამის თქმა და რაღაცა ეს მეცრვა რაღაც გამოიწერეთ არხი ფაუსტი ჩვენს გვიყვარხართ ძალიან და ყველაფერი კარგად იქნება ანუ 2-2 დავსვით ბოლო-ბოლო ხო აი ასე მგონია რაღაც და ვინ გაიტანს ჩვენგან კვარაცხელია და ქოჩორაშვილი მშვიდობებით ეხა და ერთმანეთს შეხვდებით ალბათ ხვალ ხვალ კიდე მაგ ნახევარი დღე და მე მივდივარ მშობლიურ ჰანოვერში ხოს გავიმარჯოს თვალებში თუ არ შეხედავ მიჭახუნონების დროს 6 წელი არ იქნება კარგი სექსია ესე გამიგია ო 7 7 გამიგია მე 6 წელი ვიცოდი 7 ყოფილა მეგობრებო 7 ეთყო ბერლინშია და იქ ჰანოვერში 6 ჰანოვერში 6 არის ამიტომ თვალებში უყურეთ ხოლმე ერთმანეთს ო ესეთი ხუმრობა არის იქნება სიმართლე იყოსო ჩემ ბოლო დღე არის ბერლინში მალე წავალ ჰანოვერში და ბოლო წაჭორავება იქნება რა ხო როგორი არის შენ ცხოვრება აქეთ ბერლინში როგორ ატარებ დროს გართობის მხრივ მეგობრების მხრივ აქ ზირთადო ყავს ქართველი მეგობრები მე და ჩემ შეყვარებულს ყავს ქართველი მეგობრები ზირთად ერთად ერთობით მაგრამ ხშირად ასევე მარტოც გავდივარ ხოლმე ძალიან მიყვარს მარტო გართობაც შენ შეყვარებულს კიდევ ერთი მოკითხვა აქედან ძალიან საყვარელი გოგო არის და მოვიკითხოთ შევხვდებით რომელიც მუშაობს კიდევ შენი ისტორია მაქვს მოსმენილი იტალიაზე მოსმენა მინდა ძალიან გამოვა სიტუაცია როგორც ჩანს არ არსებობს რა პროფში მქონდა დაგეგმილი გამოფენა ახლა 3 კვირის წინ და ნუ გავგზავნენ ამუშევრები იტალიურ ფოსტა ძალიან ცუდად მუშაობს ხალხო გაითვალისწინეთ თურმე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სერვისი ყოფილა თვითფრინავში რო ავდივარ მაშინ მომდის მესიჯი რომ თქვენი 5 უკან გაიგზავნა ბერლინში ამ დროს თბილისიდან ჩემ დასასწრებად გამოფენაზე ჩემი 2 ძმა და მამაჩემი ჩამოდიან მამაჩემი ხატვარია ასევე ჩემი ძმაც კარგად ხატავს და აი ეს გიჟური იდეა მომივიდა რა რომ მეთქი რა მოდი ახლა ნახوار დავხატო იქ ყველაფერი. პირიქით ეს შეიძლება ნიშანია რაღაც რომ უფრო საინტერესო რამე შეიძლება გაკეთდეს. გაგვიმართლა ძალიან რომ იმ ბინას ჰქონდა დიდი აივანი რა, საკმაოდ დიდი აივანი იყო და იქ მოვაწყე სახელოსნო პატარა კიდე გაიგე პატრონებმა არ ნახა ეგ. პარალელურად ხატავდი ამ ყველაფერსთან სწრაფად თან ესე რომ ჯერ ერთს მე მეორეს ვიწყდი მე მესამე მე ისევ მას მივბრუნდებოდი მე შემდეგ ესე ზოგად ისაც ეგრევ ხატავ მაგრამ მან კიდე უფრო სწრაფად შევეცადე რომ დამეხატა და ჩემს მეუბნება ეს ამას და ამას აღარ ახლო ხელი დამთავრებულია გაანებითო გადადე იქით და მე უკვე ესე კაი გადადედი იქით აღარ შემილია გავაგზელე სხვები მე მამაჩეს მოვიდა ეს დიდია რომ დავხატავო შე როგორ ხატავ ამას გაქვს მაგნახეთ ეს ფოტო ეგეც იქ გამოფენილია ხო ეგეც ეგ ნახატის კი მაგრამ გაჩვენებ მე ეგ ფოტო ხო და გამოვიდა რომ ჩემი და მამაჩემის გამოფენა იყო ერთობლივ და ნახატა ეს მე როგორ ხატავ იქ რა რაღაცა ვზივარ გოგენივით ეს რაღაცა ეს წვერი და ეს ხო და ვან გოგმა რო გოგენი დახატა მასე და ის რო ეჭქვა რას გავარო დაახლოებით ეგრე იყო მაგრამ მე კარგად გამოვიყურები ძალიან მომეწონა ძალიან კაი ეს იმ საღამოს შედგა მოხიტოვებით და რაღაცა დავხვდით ამ გამოფენის გახსნას აი ესეთი ამბავი იყო ჩემთვის რაღაცნაირად მოტივატორი ისტორია არის რომ ეხ მაგ სიტუაციაში შეიძლება მე ვფიქრა რომ ხელი ჩამექნია მაგრამ მეც რაღაცნაირად მაგ ცხოვრება მაჩვენა რომ არასდროს არ უნდა ჩაიქნიო ხელი რა და სულ
არსებობს გამოსავალი გზა. ფეხბურთზე არ გვითქვამს არაფერი ბოლოს. ჩვენი პროგნოზები არ გამართლდა მეგობრებო. ციფს გავარტყი ორიანს. ორიანს გავარტყით, მაგრამ მეორე ორიანი არ დაჯდა, მაგრამ არა უშავს რა. ჩემი აზრით, მაგრამ იბრძოლეს ბიჭებმა. შემდეგი ვიდეო იქნება ჩემი აზრით ჰამბურგში, მაგრამ ჩემს შემდეგ სტუმარს ნუ შეგეშინდებათ სახში. სენგას აქ დავტოვებ, მოკლედ. არ ჩაგისახლდებით. ისახლებით ეხლა უბრალოდ რაღაცა. ვილაპარაკეთ და ეგრე დაიგეგმა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჰამბურგსაც საინტერესოდ გადავიღებ და ისედაც ვინც ცხოვრობთ ჰამბურგში, თუ გააქვთ რაიმე საინტერესო იდეები, ინტერვიუს იქით რა შეიძლება გადავიღო, რომ ავთენტური სახე ვაჩვენოთ ქალაქის, მომწერეთ, არ მოგერიდოთ და ვილაპარაკოთ. მადლობა Georgian Royal Wines. ნელ-ნელა უფრო კარგად მოვახდეთ ინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ. გემშვიდობებით მეგობრებო, დროებით და ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. კარგად.